კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო კარგო ადამიანებო და მოკლედ აქაც ამ შემთხვევაშიც ორ დასტას წარმოგიდგენთ. ნუ არჩევანი დასტების მიხედვით გააკეთეთ ინტუიციურად სუფის ტაროს დასტა და ოქროს არტყუოს ტაროს დასტა და სანამ გაშლას დავიწყებდეს და მოკლედ საკითხს გავახმოვანებდე რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა თვითონ თქვენთაგანს განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს ადამიანებს რომლებიც უკავშირს არიშურებთ და არხისტუმრებსაც რომლებიც შემოდიხართ და მე რჩებით ხოლმე ხო ნამდვილად თვითონ თქვენთაგანს ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის რაც შეეხება საკითხს მოკლედ ერთ-ერთმა გოგომ ადრეც დამიკომენტარა მე ერთმა პირადში მომწერა და ძალიან ვარიდებ ზოგადად მე ამ საკითხს თავს არ მიყვარს მტერზე, არ მიყვარს ჯადოზე, ანუ აი ნეგატივზე საუბარი ზოგადად არ მიყვარს. იმიტომ რომ სულ ვამბობ შენ სადაც ჩადებ შენს ყურადღებასა და ენერგიას, კონკრეტულად ის მიმართულება გაიზრდება და გადიძდება. რატომ არის თუ პრობლემაზე კონცენტრირდები, გაიზრდება პრობლემა, თუ კონცენტრირდები გამოსავალზე, ნუ გაიზრდება გამოსავალი. ხო ასეა? ასეა. ხო და ჩემო კარგო ადამიანებო სულ ვცდილობ რომ ამ ნეგატივს მიუხედავად ჩემი საქმიანობისა მაქსიმალურად ავერიდო ხოლმე. ახლა ნახეთ რა მინდა გითხრათ. ძალიან ბევრს საუბრობენ YouTube სივრცეში ხშირად უსმენ ხოლმე რუსულ არხებს და იქაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრს საუბრობენ ამ თემებზე, მაგრამ ძალიან ბევრს საუბრობენ ქართულ სივრცეშიც მხდება რაღაცა გვერდების თავის თაგდებს ხოლმე ხო და ტაროლოგებს არ უგულისხმობ არა სხვა მიმართულებებს ვამბობ და ზოგჯერ რაღაცა ინტერესის გულისთვის მეც ვუსმენ ხოლმე რაც შეეხება ეს ამბავი აქ არის განკითხვა მიდის რომ აი ნუ ვიღაცა როგორი პოპულისტია, ვიღაცა როგორი შარლატანია, ვიღაცა როგორი არანამდვილია, ნუ როგორ ოთხნიშნა ციფრებს ითხოვენ კონკრეტულ საქმიანობაში და მე რა თქმა უნდა უმეტესობა ამას ვერ აკეთებს და მე იწყება შანტაჟი, მოკარა ფულს არ აბრუნებენ და მოკლედ არ ვიცი თავს ლაპს ასხამენ ეზოთერიკოსებსაც, ტაროლოგებსაც, პეტრესაც, პავლესაც და ასე შემდეგ. ნამდვილად ვერ დავდებ, განსაკუთრებით ქართულ სივრცეში ვერავისზე თავს და არც ვიცი და ვერც ვერავის მივცემ რეკომენდაციას და ვერც ვიტყვი ვერავისზე, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი ჩემო კარგო ადამიანებო. ესეც შესაძლოა ძალიან ისეთი არაპოპულარულია ხა ჩემი მხრიდან გაჟღერებული იმიტომ რომ როგორც წესი ყველა ორიენტირებულია მაინც იმაზე რომ რაც შეიძლება მეტი ბრჭყალებში კლიენტი ყავდეს რომ მეტი შემოსავალი მიიღოს მე არ ვამბობ რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ უბრალოდ ჩემთვის სხვა მიმართულებებს აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა და ჩემთან მოსულმა ადამიანებმა თვითონ ეს ყველაფერი კარგად იცის მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით რას აკეთებენ ადამიანები ვინც თქვენზე მუშაობენ გიფიქრიათ რა დროს ხარჯავენ ისინი რამხელა ენერგიას დებენ ამ ყველაფერში თქვენ თანხებს იხდით იმაში რომ ადამიანმა თქვენს მაგივრად გააკეთოს რაღაცა ხო თქვენ დრო არ გაქვთ ნერვები არ ყოფნით არ იცით ვიღაცას ამისთვის ცოდნაც აქვს დროსაც პოულობს იმიტომ რომ ანაზღაურება უნდა აიღოს და ის აკეთებს თქვენთვის რიტუალებს, გაწმენდებს, ლოცულობს თქვენთვის, ხო, მაშინ როცა თქვენ შესაძლოა კბილად გძინავთ, მშვიდად აკეთებთ სამსახურის საქმეს, არ ვიცი, შეყვარებულთან ერთად ტკბილ საღამოს ატარებთ, ხო, რაც ყველაზე ძალიან ისეთია, მე მიხარია თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების დალაგებულ ფორმატში ნახვა, იმიტომ რაც მეტი ბედნიერია ადამიანი სამყაროში მით მეტად ბედნიერია პლანეტაც თვითონ რა და სუფთა ენერგიები კიდე კოსმოსში. ამაში იღებს ის ხალხი ამ თანხებს. ჩვენ ჩემნაირები, ვინც თქვათ ფასს არ ვადებთ, იმიტომ კი არ ვადებთ, რომ ფასი არ ვიცით. ძალიან ხშირად შეიძლება ჩემი საქმიანობა და ჩემი შრომა ფასდაუდებელიც იყოს. ბევრმა იცის რატოდ არისთვის. მაგრამ
ნუ ხა ჩვენ ალბათ რაღაცა ჩვენი მიმართულებები გვაქვს ამ ბოლო ჩვენშიც არის ბლოკი ფინანსური ხო ან მიდგომები გვაქვს არასწორი და არაჯანსაღი და მიმღებლობის კონკრეტულ საფეხურზე ჯერ ვერ ავედით ხო ესეც შეიძლება იყოს გარდა იმისა რომ თქვა გაცნობიერებულად მე პირადად ვიცი რატო ვაკეთებ ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის კვალიფიკაცია არ ვიცი ვერავისზე თავს ვერ დავდებ და ვერც ვერავის გავაკრიტიკებ რა უფლება მაქვს მაგრამ ნებისმიერი ოსტატი რასაც აკეთებს და თუ მართლა აკეთებს რა ვიცი ხა მე ჭუმეპარება ამ სფეროში იყო და რა ვიცი შარლატანურად მიუდგე ნუ მინიმუმ ხვალინდელი დღის უნდა გეშინოდეს მაგრამ ნუ დაშვება გავაკეთოთ თუნდაც ეგეთებიც არიან ხო არ ვიცი მაგრამ მე მაინც მგონია რომ ძალიან ნაკლები პროცენტი შეიძლება ხა არ ვიცი რაღაცა ძალიან მე მილიონედი ალბათ არ ვიცი მაგრამ ის ადამიანები თქვენთვის ძალიან დიდ შრომას წევენ მე ზოგიერთი გაწმენდის მერე 2-3 დღე ენერგია ვერ მომიკრეფავს და საკუთარ ოჯახის წევრებს ვერ დავლაპარაკებ ვარ იცით თქვენ ხო და ხა ვიღაცა პირობითად რაღაცა თანხას რო დაგირიცხავს ჩემზე არ არის აქ საუბარი ხო იმიტომ რომ მე რაღაცა იმდენად მინიმალურ და მიზერულს არც არ ვითხოვ უბრალოდ ვიღებ ხო ნუ იმიტომ რომ ხა ლოგიკურია ადამიანები საშუალო ფენაზე რომ მისცემ იმის არჩევანს რომ რა დაგირიცხონ თავისთავად თავიანთი შესაძლებლობიდან გამომდინარე დაგირიცხავენ ხო მადლობის მეტი არც ერთთან არ მეთქმის არაფერი მაგრამ რა ენერგიას და რესურსებს თითოეული მათგანი ამიტომ ამას ძალიან კარგად დაუკვირდით გთხოვთ და ვისაც ამისი შესაძლებლობა არ გაქვთ თქვათ ხო და მაინც იკლებთ ყველაფერს და იმ 4 ნიშნად ციფრებს იხდით მაშინ ვღაც უძღვნებთ გამონახეთ დრო გამონახეთ ენერგია საიმისოდ რომ დაჯდეთ და საკუთარ თავზე თვითონ იმუშაოთ დამიჯერეთ აი სულ ვამბობ ხო იმ დროს რუნებზე მოვიყვანე მაგალითი არ ვიცი ახლა აქ ფლომასტერიტებს აი ამ ფლომასტერში რომ ჩავდო მე ენერგია და ეს დავმუხტო ეს იმუშავებს ისე რომ რა ვიცი არც სამაჯური გინდათ და არც თილისმა აი ამას მოგცემთ და ეს გაგიკეთებთ ყველაფერს თქვენს თუ ამ ენერგიას ჩადებთ სწორად და დროს დახარჯავთ ლოცვებში სწორ ლოცვებში ხო და სწორად მიმართავთ თქვენს ენერგიებს დამიჯერეთ რომ შეიძლება ჩემზე მაგარი შედეგები თქვენ დადოთ ამიტომ და კიდე ერთი და მთავარი მეგობრებო ჯადო კი არ არის მარტო ის რაღაცა გაუბედური რაღაცები რაც მეც მიპოვია საკუთარ სახლში თავის დროზე და ბევრს უპოვია ჯადოა საკუთარი სიტყვები აუ ბედი არ აქვს აუ მის ცხოვრებაში ხო ყველაფერი ცუდად მიდის მან ხო ვერასდროს ვერ ამოისუნთქა საკუთარი თავის ბლოკირებები ჯერ გადადგმული არ გაქვთ ნაბიჯი და შიში ხართ აუ ახა ეს როგორ გამოუვა არასდროს არაფერი გამოსვლია და ჯერ მანქანა არ გიყიდიათ და ავარია რომ მომიხდეს დაახლოებით აი ესეთ სიტუაციებში ხართ ძალიან ბევრი ამიტომ საკუთარ აზრებს გაუწიეთ კონტროლი დაფილტრეთ ჯერ სწორი მეტყველება სწორი აზროვნება ისწავლეთ ისიც რომ სწორ ადამიანებთან იურთიერთოთ სულ მაგას ვამბობ ნუ იქნებით 3 ჭორიკანასთან მე-4 ჭორიკანა იყავით 2 საქმიანთან მე-3 საქმიანი რა გარემოშიც მოხდებით იმ ენერგიებს წამოიღებთ ძალიან გთხოვთ რასაც ახლა ვსაუბრობ თქვენთვის ვსაუბრობ ჩემთვის არ ვსაუბრობ ჩემთან მოსული ადამიანები აი არ ვიცი სად გროვდებიან ესეთი საუკეთესოები მეც არ ვიცი და მიხარია ვერც ერთზე ჩემთან მოსულზე ვერაფერს ვიტყვი ნუ იყო 1-2 შემთხვევა მაგრამ ისინი საუკეთესო ადამიანები იყვნენ უბრალოდ რაღაცა ენერგიების დამხვედრა ვერ მოხდა არც კი ორი შემთხვევა იყო ეგეთი ერთი ძალიან პატარა გოგო იყო ნუ ერთი ქალბატონი იყო მაგრამ ფანტასტიკური ადამიანები იყვნენ ისინი ორივე საუკეთესოს უსურვებ ყოველთვის და დარწმუნებული ვარ რომ მაყურებლებიც ძალიან ისეთი საკმაოდ მაღალი IQ-ს წარმომადგენლები უნდა იყოთ უმეტესობა რატომღაც ესე ვგრძნობ და პლუს ამას კიდევ
თქვენ იცით, რომ ხშირად მე პირადად საკუთარი თავისთვის ვერ ვიცლი, რომ საკუთარი თავისთვის გავაკეთო რაღაც გაწმენდა რიტუალი, დრო აღარ მრჩება, გესმით? ნახეთ, როგორი ადამიანური ფაქტორი ირთვება. მე საკუთარ თავს ასე ვთქვათ, არ ვუხდი არაფერს, თითქოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის მიმართ არ ვგრძნობ და იქით ყოველდღიურ რუტინას მიუბრუნდები, იქით იმას უნდა მიუბრუნდე, იმას, მერე შენთან მოსულ ადამიანებს და შენთვის დრო არ გრჩება. მიმიხვდით და დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ამ რეჟიმსა და ამ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ყველამ ერთმანეთის შრომა და ერთმანეთის სიტუაცია დავაფასოთ. ეს არ არის დიდაქტიკა, ეს არ არის აგიტაცია, ეს არის უბრალოდ ადამიანის საუბარი, ესე რომ ჩამოვსხდეთ, თქვენც ახლა ფინჯანი ჩაი გქონდეთ, თქვათ მომარჯვებული, მეც აგერ რომ მედგას, ახლა არ ვსვამ არაფერს ნამდვილად, არ მიმაჩნია სწორად გაშლის ასე ხმე აქ რაღაცა ხო ფინჯანი მომიმარჯვეს, ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ზოგადად ვამბობ, ხო ფინჯან ჩაიზე არ ყავაზე რომ ჩამოვსხდებით და ვისაუბროთ, აი ესე ვსაუბრობ. და დარწმუნებული ვარ, ვიღაცებისთვის ეს ინფორმაცია ალბათ საჭირო იყო, ის ჰაერზე არ მალაპარაკებდა გამჩენი. კარგით. მოდი ვნახოთ ახლა თქვენ ცხოვრებაში რა ხდება? არის რამე ნეგატივი თუ არ არის? ადამიანის სახით იქნება ეს, ენერგეტიკულად იქნება თუ ასე შემდეგ. მტრის სივრცეში რა ხდება და ასე შემდეგ, ეს ჩემი საქმე არ არის, მაპატიეთ, მაგრამ ხო მგონიობით ეგეთი ტიპის გაშლები კი არა, საუბრებიც ნერვებს მიშლის, მაგრამ იმდენად ჯერ და იმდენადნი ვარიაციით მთხოვეს, რომ მოდით ასე გავაკეთებ. არის თუ არა ნეგატივი თქვენ ცხოვრებაში რაიმე ტიპის და რაღაცას ახის. პირველი, მეორე ვარიანტი და დავწყოთ სუფისტაროთი, ჩემი უსაყვარლესი დასტით. რომელიც აი არ ვიცი, ჩემი განუყრელი მეგობარია. ჯერ ნახოთ, ვისთვის არის გაშლა, გამიგრძელდა მონოლოგი უკაცრავად, ვისთვის არის გაშლა და აგერ თავის დამოტრიალდა 4 არკანი, 5 არკანი და მივყვეთ ამას. უცებ გეტყვით, დიდ დროს არ წაგართმევთ. ქარიზმატური, საოცრად მიმზიდველი, სასწაული მაგნეტიზმით დაჯილდოვებული, გარეგნობით ფანტასტიკური ადამიანი, დიპლომატი, ადამიანი, რომელიც ყველანაირ ჯურის და რელიგიის და ფერის და არ ვიცი მრწამსის კატეგორიასთან პოულობს საერთო ენას, ადამიანი, რომელიც თვითონ აღიქმება სიცოცხლის სიმბოლოდ, ადამიანი, რომელიც სხვებისთვის არის ღბლიანი ბილეთი, გაცემა არ ენანება, ადამიანი, რომელიც ნებისმიერი ქარიშხლიდან გამოდის ცისარტყელის ფერებით და ადამიანი, რომელიც არც ერთ ცვლილებას არ უშინდება და დიახ ლიმონიდან ლიმონადს აკეთებს, ხო? დიახ ნებისმიერ ტრანსფორმაციას იყენებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ვერსიით წარდგეს მომავალთან. ფანტასტიკური არის, ეთყობა ჰაერზე არ ვისაუბრე, ისიც რა კატეგორიის ხალხი მიყურებს, თქო, არ ვიცი, ქეთს ვიხრით, თვითონ თქვენგანის წინაშე გამოჩნდით კომენტარებში, ძალიან გამიხარდება. და ვნახოთ, არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში რაიმე ტიპის ნეგატივი. არა მეგობრებო. თვალი ვთქვათ, არა, აქ ნეგატივს ნაკლებად ვიტყვი, არა. ახლა ყოველდღიური თვალი, რაღაცა პატარა ესეთი უინეტა მეც, ხო, გესმით, ეს ასეთი ნათქვამები ყოველს ცხოვრებაშია. ყოველს ცხოვრებაში რაღაცა ისეთი თვალის გაყოლება, ხო? თუნდაც თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ნეგატივის მატარებელია ის, რომ რა მაგარი გოგოა, რა მაგარი ბიჭია, მაგრამ ამის ქვეშ, ხო, გესმით, ცოტა სხვა რაღაცეები ჩნდება ხოლმე, მაგრამ არა. თქვენ ცხოვრებაში ახლა არის აყვავების პერიოდი, ახლა არის სწორი გადაწყვეტილებების პერიოდი, თქვენ ხართ მინდობილი სამყაროს და ეს არის ძალიან სწორი მიდგომა. თქვენ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი სისწრაფით მოვა წარმატება, სტაბილურობა, თუ ვინმე ემიგრაციაში ხართ შესაძლოა
დაბრუნებაც მოგიწიოთ სამშობლოში და საკმაოდ ისეთი კარგი დოვლათით დაბრუნდეთ უკან და ვინც არა თქვენი ოცნებების ასრულება ხდება დაწყებულია ეს პროცესი უკვე გაუმჯობესება აი როგორ იცით რაც კი რამ დაგითესავთ ყველაფერს ერთად რომ მოიმკით ვიღაცამ შეიძლება მემკვიდრეობაც მიიღოთ ვიღაცამ დამსახურებული არ ვიცი ჯილდო ან ბენეფიტი ან დაწინაურება თქვენს ცხოვრებაში აქ და ახლა მეგობრებო არაფერი ყურად საღები და ვთქვათ ისეთი რომ ვაიმე თავზე გოქცევა ყველაფერი არ არის აბსოლუტურად არაფერი არ ვიცი აი ესეთი სუფთა ენერგიები ღმერთმა სიკეთით გატარონ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის რაღაცა პატარა კონკურენციის მომენტი თვალის მომენტი შესაძლოა იყოს შეიძლება იყოს ხოლმე რაღაცა მაგრამ ეს არის აი ზღვაში წვეთი ნუ დღევანდელ ცხოვრებაში არ ვიცი ოჩახ ნამდვილად თვითონ თქვენთაგანს იმიტომ რომ დღეს ასეთი ვიბრაციები და ასეთი სიხშირეზე ყოფნა შეინარჩუნოთ ბევრს არ გამოუვიდო და მენდეთ ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი აბა ვნახოთ მეორე ვარიანტი ვისთვის არის ისე თავისით შევათ არკანები ვისთვის არის მეგობრებო და შესაძლოა გაცილებული იყოთ დანგრეული გქონდეთ ოჯახი ან ყოველ შემთხვევაში თუ ვინმესთან ერთად ცხოვრობთ ცალ-ცალკე ხართ უკვე თქვენ რაღაც ახალ საქმეს ხართ შეჭიდებული ძირითადად მომართული ხართ ფინანსებზე, სამსახურზე, კარიერაზე, პირად ცხოვრებაში გულინატკენი გაქვთ და წერტილი გაქვთ დასმული, ცივ ენერგიებში ხართ, წყვილშიც თუ ხართ, მარტო ხართ და თუ არა და ძალიან ბევრზე რეზონირდება ისე რომ გაცილებული ადამიანები მიყურებთ. ვნახოთ ახლა თქვენ ცხოვრებაში არის თუ არა ნეგატივი. რა თქმა უნდა, თავიდანვე უკვე მაჩვენა გარკვეული ტიპის უსიამოვნო რაღაცები, მაგრამ საბედნიეროდ არა. და ნახეთ როგორი მომენტი გაქვთ მეგობრებო. ნეგატიური ზეგავლენა არის აქ. იმიტომ რომ მთვარე ხშირ შემთხვევაში ზუსტად ამას მიუთითებს და ამასთან მიჰყვება მერე კიდევ უფრო ნეგატიური ბარათები, ხო? საკმაოდ ისე მძიმე ენერგეტიკის ბარათები, როგორც არის 10-იანი ხმლები და 4-იანი ხმლები. ეს არის აი ენერგეტიკული დაცემა, გადაღლა, ფსიქოემოციური გათიშვა. არ გამოვრიცხავ რომ აი გზემოთ რაც პირად ცხოვრებაში პრობლემები მაჩვენა, ეს ღალატის რაღაცა ის არასწორად დამთავრების თემა იყო, რომელშიც არასწორი ენერგია იყო ჩარეული, დამიჯერეთ. რამაც თქვენ განდეგილის პოზიციაში გადაგიყვანათ და საკუთარ თავში ჩაკეტათ, რაც სწორედ იმ უარყოფითი ზეგავლენის შედეგია, დამდგარი შედეგია უკვე. ხმლების ტუზი ის არის ზუსტად რომ ამ ყველაფრიდან უნდა გათავისუფლდეთ. თქვენ გრძნობთ ამ ყველაფერს, უბრალოდ აი ბოლომდე არ გინდათ რომ აღიარეთ. თითქოს ცდილობთ აღებას, აღდგენას, მაპატიეთ აღებას, ასე ვთქვათ, ისევ საკუთარი საკუთარ კუთვნილი რაღაცეების ისევ სახელში აღებას, ხო? გამარჯვებას, ვთქვათ, თავის დაცვასაც ცდილობთ, არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება დაცვაც გაკეთებული, მაგრამ მაინც ბრძოლაში რჩებით, ენერგეტიკული დისბალანსი მაინც გაქვთ ორიანი პენტაკლებით. გაქვთ, ნამდვილად გაქვთ, აქ გატეხილია ენერგია, დამსხვრეულია, ემოციურად სასწაულად დაბინდული ხართ, ფსიქიკა ხო გადაღლილი და გადაღლილია. შესაძლოა ვიღაცის ნეგატიური ფიქრებიც კი მოქმედებდეს, ვთქვათ, დანარჩენი, ისე ვთქვათ, სერიოზულ ჩარევებზე რომ არაფერი ვთქვათ, ან ტოქსიკური გარემო, რაც აქ ძალიან ისე დიდი დოზით მოდის. ხო არ ვიცი, ვისაც წმენდები გაქვთ გაკეთებული მთლად კარგი, თუ არა გირჩევდით ყოველ შემთხვევაში, რომ ვინმეს მიმართოთ და მიხედოთ საკუთარ ენერგეტიკას, დააკვირდეთ თქვენს ძილს,
გკვირდეთ ასევე თქვენს ინტუიციას, რა როგორანაირად გკარნახობთ და მე ისე მიყვეთ, იმიტომ რომ აქ ცალსახად მიჩვენებს მე ჩარევას. ახლა ვფიქრობ, ხوار დავამატოთ კიდე არკანები. თუ ანუ აი ვინ საიდან არის ჩარევა, რას ვინ შეიძლება იყოს, ან რა სფეროდან მოდიოდეს. მოდით ვნახოთ მეც, ხო? ნახეთ მეგობრებო, აქ როგორი სიტუაცია მაქვს და ახლავე გამგიმარდავთ, რასაც მე აქ ვხედავ. ნახეთ იცით როგორი მომენტია, ვიღაცას ქონდა შურისძიების მომენტი. ნახეთ, ეს შეიძლება ვიღაცა თქვენი ყოფილიდან მოდიოდეს. ემოციური ადამიანიდან, რომელთანაც თქვენც ასევე ემოციები გაკავშირებდათ. იცით როგორი ენერგია მომდის, შენ რა გჯერა, რომ ბედნიერი იქნები, უკაცრავად, აი ესეთი მომენტები. სხვათა შორის თუ ვინმეს უსამართლოდ მოეკეცით, აი იმისი კარმის დამსახურებად შესაძლოა ეს იყოს. აქ ბედის ბორბალი მაქვს და არ გამოვრიცხავ, რომ აქ ეს ძალიან ისე სხვანაირად მუშაობდეს. ბედის ბორბალი ხშირ შემთხვევაში ზუსტადაც რომ დატრიალებულ სიტუაციებს აჩვენებს ხოლმე. ნახეთ როგორი მომენტია, ყველაფერი ბრუნავს, არაფერი არ არის, ხო, სტატიკური. ნახეთ, თვითონ ბედი გილაგებს თითქოს რაღაცებს და აკვირდით, აი ამ თითქოს რაღაც სხვის ბედზეც იმოქმედეთ, თითქოს თქვენს ბედზეც იმოქმედა რაღაცა სიტუაცია, მიხვდით? და აი აქედან მოდის ეს ყველაფერი. ნახეთ როგორი მომენტი მაქვს მეგობრებო, აქ მიდევს ბედის ბორბალიც, მიდევს არკანი ძალაც და ამათი კომბინაცია, იცით როგორი მომენტია, ამ ჩარევის უკან აუცილებლად ქალი დგას, ცალსახად შემიძლია გითხრათ, ძალიან ძლიერი ადამიანია ენერგეტიკულად, რომელიც თქვენთან დღემდეა კავშირში და რომელთანაც თქვენ შეიძლება დაასრულეთ ურთიერთობა, მაგრამ ენერგეტიკული ბმა და ემოციური ბმა არ გაგიწყვეტიათ. თქვენ ისევ ერთ სივრცეში ტრიალებს თქვენი ენერგიები. შეიძლება არაცნობიერადაც მოახდინა თქვენზე მძიმე გავლენა, მიხვდი? აი შეიძლება წყევლაც მოდიოდა, აქ ძალიან დიდი ენერგია აქვს სიტყვებს ხოლმე, განაწყენებული ადამიანის სიტყვებს კიდე მტკისას დაავს. შესაძლოა აქ დედაც იყოს ვინმე, ვინც თქვათ შვილის ცხოვრებაში ჩაერია. ან ქალი, რომელიც უბრალოდ კიდე ერთხელ ვიმეორებ, კონკურენტი იყო თქვენს ცხოვრებაში, ну მამაკაცების ცხოვრებაში შეიძლება ყოფილიყო ეს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში თქვენ მეგობრებო ნამდვილად უნდა იფიქროთ გაწმენდაზე, ну ჩემი რჩევა ეს იქნება. მადლობა და გემშვიდობებით ნახვამდის.